დღეს ტელევიზიაში თამარ მეფის 64 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქემ ნინო ქვარცხავა მოგმართა. მისი განცხადებით ელექტროენერგიის მრიცხველმა არარეალური ჩვენება დააფიქსირა. კერძოდ, სახლის გაზიფიცირების შემდეგ ის ელექტროენერგიით მინიმალურად სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ელექტროენერგიის ქვითარში გადასახადი თანხა 114 ლარი იყო მითითებული. ექსელებში აღნიშნული გარემოება გაუმართავ მრიცხველს დააბრალეს და აბონენტის სახლთან ახალი მრიცხველი დაამონტაჟეს. თუმცა ნინო ქვარცხავას თქმით, მას ექსელებმა 114 ლარიც გადახდა, მაინც დააკისრა. ვარ თამარ მეფის ქუჩაზე 64 ნომერში მაცხოვრებელი. მას შემდეგ რაც გავიყვანე გაზი და მაქვს ცენტრალური გათბობა სახლში, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება მივაქცია ჩემი ენერგიის ქვითარს. როგორც კი 70 ლარი მოვიდა შარშან გადასახადი, მიმართე ელექტროენერგოპრო ჯორჯიას, თუ რატომ იყო ჩემი გადასახადი ისევ მაღალი და გარკვეული განაცხადის შემდეგ, რაც გაყვანილობა გავიყვანე, მას შემდეგ მოდიოდა სულ ან 38 ლარი, ან 39 ლარი, ან 40 ლარი. რა თქმა უნდა, მეც დამშვიდდი იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენადაც უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობ, თუმცა სამი ნატურა, ერთი ტელევიზორი და ერთი მაცივარი და კვირაში ორჯერ ჩართული სარეცხი მანქანა 40 ლარს ნამდვილად არ დაწერს, მაგრამ მაინც დავყალბუნდი ამ თანხას. გასულ თვეს, მას შემდეგ რაც სექტემბრის თვეში, თურმე ჩემი სოჭიკი დაზიანებულია იმის გამო, რომ რაკი 38 ლარს წერს, მომდის 150 ლარი გადასახადი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამიჩნდა პრეტენზია მიმართე ხელმძღვანელს, ბატონ კაკო ლომაიას და მე მქონდა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაფუჭდა ჩემი სოჭიკი, ან რატომ იყო ჩემი გადასახადი ამდენი და მას მქონდა მხოლოდ ერთი პასუხი. ქალბატონო, თქვენ არ ინერვიულობთ, ეს გადასახადი გადანაწილდება. მე სურს ჩემს ხელისუფლებას, ვისაც ეხება ზოგადად ეს საკითხი და ეს საქმე, ხალხი ჩააყენოს საქმის ყურში, რომ რის ჯარიმას ვიხდი დღეს მე 115 ლარს, თუ კი ახალმა სოჭიკმა იგივე თანხა დამიწერა, როგორც გათბობის შემდეგ ყოველ თვეს. მაქვს კითხვა, რის ფულს ვიხდი ამ 115 ლარს და რით დავიზღვიოთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ხვალ ჩემი ახალი სოჭიკი, რომელიც 16 სექტემბერს დააყენეს, მე იგივე მდგომარეობაში არ ჩამაგდებს გარკვეული თვეების შემდეგ. ენერგოპრო ჯორჯია სამეგრელოზე მოსვანეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ეკა ურიდიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ აბონენტ შესთავაზის ვალის ეტაპობრივად გადახდა. აბონენტ მერავე პატარაია მრიცხველის დაზიანების საფუძველზე სევეკის მეოცე დადგენილების შესაბამისად დარიცხული აქვს აქტი 115 ლარი და 88 თეთრი. მიმდინარე დავარიანებასთან ერთად მისი დავარიანება შეადგენს 155 ლარს და 65 თეთრს. აბონენტი მისული იყო მომსახურების ცენტრის მენეჯერთან. მენეჯერმა თვითონ აუხსნა, თუ რასთან დაკავშირებით ჰქონდა მას ეს დარიცხვა, დაარკვია ამ საკითხი და ჩვენი მხრიდან, კომპანიის მხრიდან შეთავაზებული იყო ვალის ეტაპობრივად გადახდის შესახებ. აბონენტის თანხმობის შემთხვევაში მოხდება ვალის ეტაპობრივად დაფარვა მის მხრიდან და ეს არის კომპანიის კეთილი ნება. ნინო ქვარცხავა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში ჩილს არ აპირებს, რადგან თვლის, რომ სამართალს ვერ მიაღწევს.